ქალბატონელია, როგორ მზადდება ხაჭაპურის ცომი? ხაჭაპურის ცომი რომ დავამზადოთ, საჭიროა გავამზადოთ ფქვილი, საფუარი, მარილი და თბილისწყალი. მოიზილება საშუალო სისქის ცომი, გავაღვივებთ და შემდეგ ვიწყებთ გამოცხობას. მაშინ დავიწყოთ. კი ბატონო. ჩემს მიერ მოჭრილი ხაჭაპურის გუნდა უნდა იყოს 300 გრამი. ხაჭაპურის შიგთავსი? ხაჭაპურის ცოლის შიგთავსი იგივე წონისა არის 300 გრამი. მაღალხარისხიანი ყველის ჩახერგვის შემდეგაც ვიღებთ შიგთავს. ვიღებთ გუნდას და შლით. შეიძლება ცადო კი მოგწონდი აბა ანცა სწავლობს ხაჭაპურის გამოცხობას. ესენი უფრო გააყენე რომ სქები არის. ეხლა ჩავყავთ ყველი. შევკრათ აი რამოდენიმეს ბოლომდე შეიკრა? გვანცა დააბოლოე ბოლომდე კი ეს ბოლომდე გვანცა? თხლად გვანცა. მიეხმარელია? და დავაბრწყენოთ. ვაყრით ფქვილს, ამოვაბრუნებთ და შემდეგ ვაბრწყენებთ. შეგიძლია ესე დააბრწყენოთ. აბა ძალიან ბევრი უნდა. ისე რომ არ გაიხეს ცომი. კიდე? კარგად დაიხსნა განციკო. ქვილი დავაყაროთ იმის გულისთვის, რომ არ მიეკრას. აფა უკვე ცხელია? კი. ვიღებ ცხიმი აქვს და სხმული? არაფერი. აერღუნოში არის ხო? მშრალ? მშრალ ცხელს შემდეგ ეცნევა ცხიმი. მშრალ ცხელს და უსმერთ ზემოდან წყალს. ეს რისთვის არის აუცილებელი? ზედაპირი რომ დაიბრაწოს და ლამაზი იყოს. დიდი ხაჭაპური გამოვიდა. კი. ზემოდან ვახეხავთ ყველს. ეს არის დამახასიათებელი მეგრული ხაჭაპურისთვის. უგემრიელესი იქნება თქვენი ხაჭაპური. ძალიან ლამაზი და თან ლამაზი. წყლით დაინამა და შემდეგ დაეხეხათ ეს ახალი კველი.